Hi, მეგობრებო, როგორ ხართ? მე ვარ ძალიან კარგ ხასიათზე, იმიტომ რომ ვიყიდე ახალი ტელეფონი. Tada! აი, ისე მიხარია, რომ რა ვიცი, აი, ძალიან მიყვარს. ეს არის iPhone 17. დღეს ძალიან შემთხვევით ვიყიდე მართლა, ანუ არ ვიცი, მეც კი ვერ ვიჯერებ ჯერ. მოკლედ, მე მაქვს 11, უკვე 3 წელია და მისი დრო წავიდა სამწუხაროდ, იმის გადმოვაგდე. ხო და მოკლედ სიმართლე რომ გითხრათ, ვიდეოების გადაღების მუღამი და განწყობაც აღარ მქონდა, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა ახალი ტელეფონი და მაგიტომ არც დიდად არ ვიღებდი ხოლმე მოკლედ ვიდეოებს და ეხლა აუცილებლად გადავიღებ კარგ ვიდეოებს, უფრო კარგ ხარისხში. სიმართლე რომ გითხრათ, ეს 11 რაც მაქვს ძალიან კარგი ტელეფონია მართლა. აი, მართლა, რა ვიცი, ხარისხითაც და ნუ ყველანაირად, საერთოდ არც ჭედავს, არც არაფერი საერთოდ, მართლა. მაგრამ ძალიან მინდოდა ახალი და რაღაც თითქოს ეს მომეძველა თუ რაღაცა და მოკლედ ძალიან ბედნიერი ვარ მართლა და არ ვიცი რა ვთქვა, ეს უკან ჩემი ძაღლი რაღაცებს იპარავს და მოხვდება დრაგზე. რიჩარდ მოკლედ თან ვარ ძალიან გაციებული. ძლივს მივედი, რა ქვია, მაღაზიამდე რომ შევეძინა. ალო ძალიან მიყვარს მართლა. იყო თეთრ ფერში, იყო შავ ფერში, კიდე ერთი რაღაც ფერი იყო, არ მახსოვს რაღაცნაირი და მე ავირჩიე ცისფერი. 11 მაქვს ღია იასამნის ფერი და ძალიან მომწონს. ხო და ეს რაღაცნაირად სიახლე შევიტანე ჩემ ცხოვრებაში და ცისფერი ვიყიდე. უკვე დავტესტე, კამერის პარამეტრები გავასწორე და მართლა ძალიან კარგად იღებს და ამ ვიდეოს შემდეგი ვიდეო იქნება ზუსტად ჩემი ახალი ტელეფონიდან. მოკლედ ისეთი ბედნიერი ვარ, ჯერ მხოლოდ ჩემმა დაქალმა იცის და ჩემმა დამ. ხო და ეხლა დავურეკავ დედიკოს ცოტა ხანში და ვახარებ ამ ამბავს, იმიტომ რომ ვიცი ძალიან გაუხარდება, იმიტომ რომ სულ წუწუნებდი და მართლა ძალიან მინდოდა ახალი ტელეფონი, იმიტომ რომ განახლებას ვეღარ ვუკეთებ 11-ს უკვე. იმიტომ რომ წარსულს ბარდება ნელ-ნელა. ხო და ვიცი, 15-ის ყიდვას ვფიქრობდი სხვათა შორის. ეხლაც ჩართული მაქვს, ესე ვქვია, მაღაზიის საიტი. ხო და 15-ს ვფიქრობდი და მეთქი რამოდენად შევძლებდი მაგის ყიდვას, არ ვიცი. იმიტომ რომ არავინ მაფინანსებს, მხოლოდ ჩემი ფინანსებით ვარსებობ. ხო და 15 კი არა, აგერ 17 მივიყიდე. ძალიან გამიხარდა და მართალია ერთი თირკმლის ფული ხირს, მაგრამ რაღაცნაირად ესეთი პერიოდი მაქვს და ჩემი თავი გავახარე მოკლედ რა. აქვე გეტყვით მეგობრებო, რომ მე TikTok-ზეც დავიწყე ვლოგების გადაღება, ჯერჯერობით 2 ვლოგი მაქვს თუ არ ვცდები და თავის მოვლის რაღაც ვიდეოების გადაღებაც დავიწყე. და შეგიძლიათ რომ გადმოხვიდეთ ჩემს TikTok გვერდზე და აუცილებლად გამომიწეროთ იქაც, იმიტომ რომ ვისაც გრძელი ვიდეოების ყურება ეზარება, შეუძლია რომ TikTok-ზე გადმოვიდეს ჩემს გვერდზე და იქ იქნება პატარ-პატარა ვიდეოები. დღეს იმდენად შემთხვევით ვიყიდე ეს ტელეფონი
და იმდენად აი გააზრებულიც არ მაქვს ჯერ. არა და რამოდენიმე დღის წინ რო დავაპირე ტელეფონის ყიდვა, მეთქი აუცილებლად გადავიღებ ვიდეოსაც თქო, როგორ ვწვალო თქო. ხო და მოკლედ დღეს ისე ძალიან შემთხვევით მოხდა ყველაფერი. მართლა საღამურის ზედა მეცვა და ქურთუკი მოვიცვი და ისე გავვარდი, ანუ ძალიან უცებ მოხდა მე და ჩემი დაქალი. ხო და მაგრამ მინდოდა რომ გადამეყო ტელეფონის ვლოგიც, მაგრამ არა უშავს, it's okay to make mistakes. ასე რომ ჩემატკბილებო, მოკლედ აქვე მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც მკითხულობთ, რომელიც პირადში მწერთ, ან თუნდაც მიკომენტარებთ და მე ამდენი ხანი რომ გავქრი, იმიტომ რომ ძალიან არეული პერიოდი მაქვს, მოკლედ აღარ მაქვს უბრალოდ მქონდა პირად ცხოვრებაში და მოკლედ არ მინდა მაგ თემაზე საუბარი, ძალიან პირადულებზე არ მეყვარს ლაპარაკი. ნუ აღარ ვიღებდი ხოლმე ვიდეოებს და მადლობა ყველას, ვისაც მაინც გახსოვდით, ვინც მომიკითხეთ ერთხელ მაინც და საერთოდ ჩემ ყველა გამომწერს, იმიტომ რომ რამდენი ხანია ვიდეო არ გადამიღია, მაგრამ არ დამკლებია გამომწერები და მართლა ძალიან დიდი მადლობა. ეს არის ნამდვილი ერთგულება. ბევრს შეიძლება მობეზრდეს, რომ აი აღარ იღებს ვიდეოებს და რა თმინდა და გამოწერას გავუუქმებ თუ რაღაც, ხო და მე ძალიან ერთგული მაყურებლები მყავხართ და მართლა იგრძნობა, იმიტომ რომ მე მაგალითად არასდროს არავის არაფერს არ ვუკომენტარებ, მაგრამ ერთგული ვარ როგორ ეხა გითხრათ, არ გავუუქმებ გამოწერას, მის ყველა ვიდეოს ვუყურებ და დიდი ხანიც რო არ დადოს, it's okay. არა უშავს. და ამიტომ სამყარომ გამომიგზავნა თქვენაირი გამომწერები, თქვენაირი საყვარელი ხალხი. მართლა. ამ ლიუზე იმდენს ვხატავ ხოლმე, რომ მართლა ლიუებს ვამბობ ბოლოს და ჩემი რეჟისორი გამაგდებს დასიდან. ძალიან ბედნიერი ვარ ხალხო, აი არ ვიცი რა გელაპარაკოთ საერთოდ, მართლა. ხო და ხვალ როგორც კი გავიღვიძებ, უნდა წავიდე მაგთის ოფისში, იმიტომ რომ მაგთის აბონენტი ვარ და ამ ტელეფონს ანუ კარტას ვერ ჩადებ ამ ტელეფონში, ის რა ქვია, ესიმიანი, ანუ უნდა დავასკანეროთ ჩემი ნომერი თუ რაღაცა და რა ქვია, ისე გამოვიყენებ ზარებში და რაღაცებში, ხო და კიდევ ვერ გადავწყვიტე ხალხო, მართლა ეს ჩემი 11 გავყიდო, თუ დავიტოვო და ესეც ვქონდეს და ისიც, იმიტომ რომ ვისაც აი ჩემი ძველი გამომწერები ვინც ხართ, ალბათ გახსოვთ, რომ 11 რო ვიყიდე, მანამდე რა ტელეფონიც მქონდა Android-ი. ეგეც მაქვს, ეს 11-იც მაქვს, ეხლა ეს 17-იც მაქვს და რამდენი ტელეფონი გამოდა მქონდეს, ანუ დეიდა. ხო და ვფიქრობ ხომ არ გავყიდო თქო 11. ხო და რა ვიცი. ეხლა ძვირა და ვერც გაყიდი ხა რაღაც დროს 11-ია ხო, მაგრამ მართლა ძალიან კაი ტელეფონია, აი არაფერი არ აკლია საერთოდ მართლა. არც ჭედავს, არც არაფერი, საერთოდ უმაგრეს ხარისხში იღებს ვიდეოებს და ფოტოებს. ხო და ერთადერთი განახლებას ვეღარ გავაკეთებთ რა ამ 11-ებზე. დანარჩენი, რავი, ძალიან კაია. ესე ქვია, 3 წელია ზუსტად ვიყენებ, ორ თვეში გახდება 3 წელი და აი არაფერი არ ჭირს ტელეფონს. მე ზოგადად ვგიჟდები ტექნიკაზე, აი ძალიან მიყვარს და რაც მაქვს, ყველაფერს ვუვლი ძალიან კარგად და
არ ვიცი. მე მე ტექნიკასთან ძალიან ისე ვარ და ძალიან მიყვარს მოვლა. ან თუ გავყიდი, რამდენად გაიყიდება და ალბათ 1-200-300 არ იმედი არა. ხოდა რა ვიცი. თუ ეგდოს იყოს, მქონდეს ესეც. მაგას მერე მოვიფიქრებ. თუმცა ჩემ ერთ მეგობარს ვუთხარი, უნდა გავყიდო თქო და რამდენად მომყიდიო. მეთქი შენ არ მოგყიდი. კარგით მეგობრებო, ახლა დაგემშვიდობებით. ამ ვიდეოს ცოტას მივამონტაჟებსავით და დავდებ. და ჩემი შემდეგი ვიდეო უფრო უკეთეს ხარისხში იქნება. რამეს მოვიფიქრებ, დავგეგმავ და აუცილებლად გადავიღებ ჩემს ერთ დღეს, მინდა რომ გაჩვენოთ ჩემი ერთი დღე, რას ვაკეთებ ხოლმე, როდესაც არ მუშაობ ვირივით, ვისვენებ და ასე შემდეგ. მომავალ ვიდეომდე.